საბა ბუაძე შემოგვიერთდება ახლა სტუდიაში. მოგესალმებით ბატონო საბა. დავიწყოთ და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. აი რაც წინა შეკითხვას დაუბრუნდები, რაც დავუსვე ლევანს, თქვენი აზრით, აი პოლიტიკურმა ლიდერებმა უკვე უნდა დაიწყონ თუ არა გააქტიურება მიმდინარე პროტესტის დროს, უნდა გარკვეულწილად აიღონ თუ არა მათ ხელმძღვანელობა, ანუ მოვიდა თუ არა უკვე ამის დრო, რომ გარკვეულწილად პოლიტიკური სახეც მიეცეს იმ პროტესტს, რასაც ჩვენ ვუყურებთ. და არაპოლიტიკური რა არის ამ პროტესტში? მე ვფიქრობ, რომ ძალიან პოლიტიკური არის ეს პროტესტი, ეს თქო განსხვავება არის იმაში, რომ ეს არ არის პარტიული პროტესტი, ეს არის ფართო საზოგადოებრივი პროტესტი. ამ პროტესტის ნაწილი ვართ ჩვენც, როგორც პოლიტიკოსები და საზოგადოების ძალიან ბევრი სხვადასხვა ნაწილის წარმომადგენელი. შესაბამისად, ფართო საზოგადოებრივ პროტესტში ვერავინ ვერაფერს ვერ აიღებს საკუთარ ხელში, რაც მას არ ეკუთვნის. ხომ ასეა, ეს პროტესტი არის ხალხის, შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს აქვთ სხვა ტიპის პასუხისმგებლობა პოლიტიკურ პროცესზე და ეს ქუჩის პროტესტი, რომელიც უკვე 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობს და უნდა ვთქვა, რომ მიმდინარეობს წარმატებით, ორგანიზებულად, თვითორგანიზებით და მაღალი სამოქალაქო შეგნებით, ამ პროტესტს არავის ზედმეტი მართვა და манипуляცია არ ჭირდება. ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ეს პროტესტი უნდა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს, გაღრმავდეს და ეს არის ის მთავარი ღერძი, რაზეც აგებული არის ის ცვლილებების მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებას აქვს. იმიტომ რომ შეიძლება ასე კარგად არ ჟღერდეს მაგალითად იმის გამო, რომ არ არის მიკროფონი და სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება ამ აქციის მოთხოვნები ასეთი გასაგები და მკაფიო არ იყოს, თუმცა აი თქვენ რომ იქ გაიაროთ და საზოგადოებას დაელაპარაკოთ, ყველას ძალიან კარგად აქვს გააზრებული ცვლილებების აუცილებლობა, ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის აუცილებლობა, რომელიც გადის ახალ არჩევნებზე. ოღონდ იქამდე სანამ მივალთ ახალ არჩევნებამდე, აუცილებელი არის რომ შეწყდეს ეს საპოლიციო ტოტალიტარული რეჟიმის სტილში მიმდინარე ტერორი, რომელმაც ასობით ადამიანი დაასახიჩრა, გალახა და დააპატიმრა. უამრავი ადამიანი არის პატიმრობაში, უამრავ ადამიანს დღესაც აპატიმრებენ. მაგალითად, გუშინ ადამიანი ძაღლის გასასეირნებლად იყო, ვატობჟალავა ძაღლს ასეირნებდა, მაშინ, როდესაც რეჟიმის წარმომადგენლებმა მოიტაცეს და ძაღლი ხეზე მიბმული დატოვეს. ეს არის მიმდინარე განგრძობადი ტერორი, რომელიც სამწუხაროდ რუსთაველის გამზირის ფარგლებს უკვე დიდი ხანია გასცდა. ემანუელ მაკრონის გზავნილი როგორ გაიგეთ? განსაკუთრებით განცხადების ის ნაწილი იყო იქ მწვავე გზავნილები დემონსტრანტთა გათავისუფლების და ძალადობის დაგმობის შესახებ, თუმცა იყო ასევე გამოთქმული სურვილი, რომ გამოიჩინოს პირადი ძალისხმევა და ვითარების განმუხტვის, კრიზისის განმუხტვის პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს, იყო ინკლუზიური დიალოგზეც ასევე ერთი ასეთი გზავნილი. როგორ გაიგეთ, ანუ შეიძლება თუ არა რომ გარკვეულწილად საფრანგეთის პრეზიდენტმა, ევროკავშირის ერთ-ერთი წამყვანი ქვეყნის ლიდერმა შუამავლობა გარკვეულწილად იკისროს და ვაიმარის სამკუთხედში ამჟამად ყველაზე კარგ ფორმაში მყოფი ლიდერმა, იმიტომ რომ გერმანიაში მოგეხსენებათ არის პოლიტიკური კრიზისი და არჩევნები, მაკრონსაც აქვს თავის კრიზისი, მაგრამ საგარეო პოლიტიკურ მიმართულებას ეს არ ეხება, შესაბამისად მისასალმებელი არის მათი ყველა ტიპის ჩართულობა და ეს არის ქართველი ხალხის აი ზუსტად 14 და 15 დღიანი პროტესტის და შეუპოვრობის დამსახურება, რომ საქართველოს საკითხი მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი წლების განმავლობაში ცდილობდა, რომ საქართველო რამენაერად ამოეგლიჯა საერთაშორისო დღის წესრიგიდან, აი ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოს მიმართ არის მაღალი საერთაშორისო ინტერესი, ჩვენი პარტნიორების მზარდი ინტერესი და სამწუხაროდ კი ძალიან ცუდ ჭრილში ხედავენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მაგრამ ხედავენ იმას, რომ ქართველი ხალხი იბრძვის თავისუფლებისთვის და იბრძვის იმისთვის, რომ გაათავისუფლოს ეს ქვეყანა საბჭოთა პოლიტიკური მემკვიდრეობისგან. ეს გარდა იმისა, რომ ეს არის ბრძოლა ევროკავშირისთვის და უკეთესი მომავლისთვის, ეს დიდი ხანია ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს გაცდა და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ როგორც არასდროს ჩვენ ქვეყანაში ძალიან მძლავრად არის ჯერ კიდევ დარჩენილი საბჭოთა პოლიტიკური მემკვიდრეობის ნიშნები და როგორც სხვა შორის ჩეხეთის პრეზიდენტმა ჰაველმა თქვა ეს, რომ გაცილებით უფრო რთული არის საბჭოთა კავშირის აი ამ მენტალური ნარჩენებისგან გათავისუფლება, ვიდრე კედლებისგან და მავთულხლართებისგან. ამიტომ ეს პროცესი მიმდინარეობს დღეს ყველანაირი გადაჭარბების გარეშე. ეს არის ეროვნული მოძრაობის სულისკვეთების გაგრძელება, დიალოგი აუცილებლად მოხდება, მას შემდეგ რაც ხელისუფლება
აღიარებს ამ ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზას, რაც არის ახალი არჩევნები. რაზე უნდა იყოს მაშინ თამთა დიალოგი? აი რადგან მაკრონმაც ახსენა გავიგე, მაგრამ რაზე უნდა იყოს ეს დიალოგი? თქვენ ხომ ბუნებრივად გიჩნდებათ შეკითხვა? თუნდაც საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, რაიმე კომპრომისული ნაბიჯების მიზნად. რაზე უნდა იყოს კომპრომისი, რომ ბავშვები აღარ წემონ ქუჩაში? ამას დიალოგი ჭირდება? თუ ამას იმ სიველურის და სისასტიკის ინსპირატორების და განმახორციელებლების დასჯა ჭირდება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება ჭირდება. დიალოგი რაზე უნდა იყოს? მე ძალიან მაინტერესებს, ხშირად ისმის ხოლმე კითხვა. დიალოგი უნდა იყოს იმაზე, რომ დაისაჯონ ამ სისასტიკის შემოქმედები, ეს ერთი და მეორე ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზის აუცილებლობა აღიაროს ამ ხელისუფლებამ, თუ თვითმარქვია ხელისუფლებამ ამ შემთხვევაში და დაინიშნოს ახალი არჩევნები. ელთოუდის ხშირად ახსენებ, რომ საბოლოო საარჩევნო ანგარიში არ გამოუქვეყნებია. და ისი თქმა გინდა თან. ის არის ყველაზე მსხვილი ავტორიტეტული საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, რომელსაც თავისი ბოლო სიტყვა არ უთქვამს არჩევნებთან დაკავშირებით. პოლიტიკური კრიზისის გამომწვევი ამ ქვეყანაში მარტო არჩევნების მიტაცება კი არ იყო. არჩევნების მიტაცება იყო ერთი საფეხური. არჩევნების მიტაცებით ეს ხელისუფლება გავიდა საკონსტიტუციო ჩარჩოდან და შემდეგ გააგრძელა ეს საკონსტიტუციო გადატრიალება და საქართველოს უარი უთხრა ევროპულ პერსპექტივაზე, ევროკავშირში ინტეგრაციაზე ფაქტობრივად უარი უთხრა, იმიტომ რომ გაწევრიანების გადავადება ასეთი რაღაცა ბუნებაში არავის არ მოусმენია. რას ნიშნავს გაწევრიანების გადავადება? ისედაც გადავადებულია წლებია უკვე ხომ? ის რეფორმები, რომელსაც ევროკავშირი გთხოვს, ეს ხომ გადავადებულია? ამას ხომ ქართული ოცნება არასრულებდა ცოცხალი თავით. ეს საზოგადოება უნდა იცოდეს, რომ ქართული ოცნება ამას შეგნებულად აკეთებს. ჩვენ ცივილიზებული პოლიტიკური დისკუსია კი არ გვაქვს იმაზე, რომ რეფორმები უნდა განხორციელდეს. ამ ნიშნულს დიდი ხანია ჩვენ გავცდით. სამწუხაროდ ჩვენ ვართ აი ამ ტოტალიტარული რეალობის დადგომის ახალ ეტაპზე, სადაც განსხვავებული აზრის და ამ ქვეყნისათვის მებრძოლი ადამიანების ქუჩაში დევნა მიმდინარეობს და ძალიან კარგად გამოჩნდა, რომ ის მეთოდები, რომელიც მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველაფერი ქართული ოცნების ამორჩეულში იწვევს ძალიან დიდ პროტესტს და თუ ვინმე უნდა გრძნობდეს თავს მოტყუებულად, ეს არის ქართული ოცნების ამორჩეველი, იმიტომ რომ ქართული ოცნების ამორჩეველი ნაწილი ყოველ შემთხვევაში სჯეროდა, რომ ამ ხელისუფლებას აქვს იმისი რესურსი, რომ განხორციელდეს რეფორმები ამ ქვეყანაში და ჩვენ ევროკავშირში შევიდეთ ან გაიხსნას მოლაპარაკებები ევროკავშირში ინტეგრაციაზე, ეს არ მოხდა, პირდაპირ დემარში გააკეთა კობახიძემ ამასთან მიმართებაში და რაც ასევე ძალიან სენსიტიური არის ქართული ოცნების ამორჩევლისთვის, ისევე როგორც თითოეული ჩვენგანისთვის, ქუჩაში ადამიანების ცემა, ბავშვების ცემა, ეს ჩვენ ყველას ნანახი გვაქვს, ზოგიერთს გამოგვიცდია საკუთარ თავზე, მათ შორის წინა ხელისუფლების დროსაც ამ დაპირებით ამ სისასტიკეზე უარის თქმის დაპირებით მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში. ოღონდ 7 ნოემბერს საზოგადოებას მინდა გავახსენო, რომ ივანიშვილი იყო მაშინდელი ხელისუფლების მხარეს და პირდაპირ აკეზებდა მაშინდელ ხელისუფლებას და იყო კმაყოფილი იმით, რაც მოხდა. და ჩვენ გავიგეთ ეხლა ძალიან კარგად, ვისაც არ ქონდა, ვისაც ეჭვი ეპარებოდა და ბოლომდე რეალობას ვერ უსწორებდა თვალს, იმან გაიგო, რომ ეს სისასტიკე არსად არ წასულა, არც ხალხი წასულა არსად, არც რეფორმები განხორციელებულა, არც მართლმსაჯულების სისტემა გაუმჯობესებულა, რომელიც იქნებოდა მთავარი პრევენციის წყარო, აი ასეთი ველურობის და დანაშაულის, რომელიც პოლიციის ხელითაც სახეზე არის და პლუს კიდე რაღაც კრიმინალური დაჯგუფების დავასრულებ თუ შეიძლება და გიპასუხებთ აუცილებლად, არსად წასულა არაფერი. ჩვენ უბრალოდ ნახეთ, რომ უბრალოდ სხვა დაკვეთა ქონდა სისტემას მაშინ და დღეს შეიცვალა დაკვეთა და ზუსტად იგივე და ბევრად უფრო მასშტაბური სისასტიკით უსწორდებიან დღეს ხალხს თამთა და ამავდროულად იგივე ადამიანები აკეთებენ ამას. ცნობილი ორიგამის ვიდეოში ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი ზვიად ხარაზიშვილი იგივე ხარება ყველანაირად დისკრედიტებული და სამარცხვინო უსწორდება ადამიანებს. ეს ადამიანი იყო იმ სისტემის ნაწილი, ანუ იგივე ხალხით, იგივე კანონებით, იგივე მურუსიძის სასამართლოთი ხდება ადამიანების თავისუფლების დათრგუნვა. და გამოჩნდა, რომ ივანიშვილს უბრალოდ მაშინ არ ჭირდებოდა ეს და ეხლა ჭირდება. რაში და კი მტკიცებულებები მათ დღეში რატომ შენელდა საპროტესტო მუხტი?
მე არ გულისხმობ 28 ნოემბრის შემდგომ განვითარებულ პროცესებს. 25 ნოემბერს რატომ იყო ის სურათი, რაც ვნახეთ პარლამენტის წინ? რატომ გაკრიტიკებდათ საკუთარი ელექტორატის, საკუთარი მხარდამჭერებით სამოქმედო გეგმის სტრატეგიის მკაფიობისა და სიცხადის არარსებობის გამო? ნახეთ, მე არანაირად არ ვაპირებ აქ კრიტიკას გავექცე. საკრიტიკო ბევრი არის, შეცდომები ბევრი იყო ოპოზიციის ნაწილში, თუმცა ეს შეცდომები იყო აბსოლუტურად ზოგიერთი ლოგიკური იყო, ზოგიერთი აღიარებული არის და გასაგებიც არის, ხო? თუმცა აქ შეცდომებზე არ არის ლაპარაკი. ყველანაირი მონაცემების მიუხედავად, ჩვენ ვნახეთ არჩევნების ტოტალური ფალსიფიკაცია და რაც შეეხება ასე ვთქვათ, უკვე დამდგარ რეალობაზე იქსაც არის მტკიცებულებები. მოდით, ნუ ამ უკანასკნელ ერთ თვეს ნუ გადავახტებით. იმაზე, რაზეც არის მტკიცებულებები, იმაზე, რაზეც პირდაპირ ეთერში თქვენს კოლეგა ჟურნალისტებს რომ უსწორდებიან ფიზიკურად, ერთი ადამიანი მაინც იქნა დასჭილი? საზოგადოებამ ერთი სამართალდამცავი მაინც ნახა? რომელიც დასჭილი იყო. მართველი გუნდის საკუთრებას, მაგრამ მე ვამბობ 28 ნოემბრამდე არსებულ პროცესს. აუცილებლად დაუბრუნდები მაგასაც. თავი მოთხოვნა ბატონსაბ ახლა არის ახალი არჩევნები. ოღონდ ახალი არჩევნების მოთხოვნით მიმდინარეობდა 25 ნოემბრამდეც, მაგრამ ბოლოს 25 ნოემბერს პარლამენტი შეიკრიბა, თუმცა ოპოზიციის ლიდერებისგან ჩვენ გვახსოვს განცხადებები და ანონსება პირდაპირ რომ არ მისცემდნენ საკანონმდებლო ორგანოს მმართველ გუნდს, არ მისცემდნენ პარლამენტის შეკრების უფლებას. ვინც ეს მოლოდინი გააჩინა, ჩემი აზრით მისი მხრიდან იყო ძალიან დიდი შეცდომა. რომ მოლოდინი გაჩნდა იმის, რაც ვერ მოხდებოდა და არ მოხდა. შესაბამისად, სამწუხაროდ პასუხისგებლობა ყველაზე ნაწილდება ასეთ ვითარებაში, იმიტომ რომ ამორჩევოს უჭირს გაარჩიოს ვინ რა თქვა. თუმცა პასუხისგებლობა არასწორი მოლოდინების შექმნასთან დაკავშირებით, მათ შორის 25 ნოემბერთან მიმართებაში არის მათი, ვინც ეს მოლოდინი შექმნა. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ, ნუ გადავახტებით აი ამ რაღაც ძალიან სერიოზულ მოვლენებს, იმიტომ რომ სახეზე ამ კვირების განმავლობაში თბილისის ქუჩებში მიმდინარეობდა უმძიმესი მრავალეპიზოდიანი სასტიკი და სისხლიანი დანაშაული, რომელზეც პასუხი არ უგია არავის და ეს არ არის შემთხვევითი თამთა. ეს იმის გამო კი არ მოხდა, რომ ვიღაცა ამბობდა, რომ ეს პროვოცირებულია და ეს იყო სამართალდამცავების რეაქცია. ამ სისასტიკის დემონსტრირება იყო ივანიშვილის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ხალხის პროტესტის დათრგუნვა, ცემა პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებისთვის და ახალგაზრდებისთვის და პოლიტიკოსებისთვის ფიზიკური ანგარიშწორება იყო მისი შეგნებული არჩევანი და გადაწყვეტილება. მათ ეს უნდოდათ გააკეთეს და გონიათ რომ ახლა ეს პროტესტი გადაწყდება და ეს ყველაფერი ჩაივლის, ოღონდ ვერ ჩაივლის, იმიტომ რომ ამ ქვეყანაში 99 წლის 9 აპრილის მერე საბჭოთა ხელისუფლება ჯერ კიდევ ფორმალურად არსებობდა, მაგრამ 99 წლის 9 აპრილს დასრულდა საბჭოთა ხელისუფლება. ასევე დასრულდა ქართული ოცნება დიდი ხანია როგორც საბჭოთა ხელისუფლების იდეური სამართალმემკვიდრე. ამიტომ ეხა ივანიშვილს სულ გონია რომ ახალ წლამდე პროტესტი ჩაკვდება და მერე გადავაგორებ. ეს ასე არ ხდება. ქართულ ოცნებას, ქართულმა ხალხმა ძალიან კაფიო დიაგნოზი დაუსვა. ეს დიაგნოზი გაფორმდება ახალ არჩევნებთან ერთად, იმიტომ რომ ახალი არჩევნები ეს არ არის ვინმეს ახირება ან რაღაც პოლიტექნოლოგიური საკითხი. ეს არის ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა. სხვა სულ გონიათ რომ ეს მუხტი ჩაიყლაპება, ეს დასრულდება. აქ ხალხმა აჩვენა რომ არც წასვლას არ აპირებს, არც ამ ქვეყნიდან წასვლას არ აპირებს. გააჩნია მორალური სიმყარე და სრული გააზრება იმ პროცესისა, რომელშიც ვართ და აუცილებლად მოხდება აი ამ საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლება და ამ საბჭოთა არჩევნების დემონტაჟი. და ტყუილა გონია ვინმეს რომ კრიზისი ამით გადაიჭრება. სამწუხაროდ ჩვენ რას ვუყურებთ, იცით რომ პირიქით საზოგადოებასთან აი ამ არალეგიტიმური ხელისუფლების დაპირისპირება გრძელდება და გრძელდება, ღრმავდება და ღრმავდება. ეს არც ერთ შემთხვევაში არ არის ორი მხარე. ეს არის ქართველ ხალხთან ივანიშვილის დაპირისპირება და ქართველი ხალხი ამ გამოწვევას მე დარწმუნებული ვარ, რომ შესაბამისად უპასუხებს. მადლობა საბაბუაძე, ძლიერი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი პასუხობდა ჩვენ შეკითხვებს.